რა უნდა გავითვალისწინოთ ფარდების შერჩევისას? ფარდების შერჩევისას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ოთახის განათება. ოთახით უბნელი აირჩიეთ ღია ფერის ფარდები, მსუბუქი მასალა, სივრცე ნათელია, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი ფერის ფარდები. უკეთესია თუ აირჩევთ უფრო ყრივი ქსოვილის მქონე მასალას. ასევე მნიშვნელოვანია ფარდის ფერი და ტექსტურა. უნდა ეწყობოდეს კედლის ფერს დავეჯ სტილს. მაგალითად მინიმალისტურ ინტერიერში იდეალურია ერთი ფერის ფარდები, მაგრამ თუ კლასიკურ სტილს აკეთებთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რამდენიმე ფერის კომბინაცია გამოიყენოთ. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფარდის სიგრძე. თუ ჩამოკიდებთ ფარდას ჭერიდან იატაკამდე, ამ შემთხვევაში თქვენი სივრცე უფრო მაღალი და ვიზუალურად უფრო ელეგანტური გამოჩნდება. ეხლა კონკრეტულად ფერები გავიაროთ, სად რა ფერი არის უფრო ელეგანტური და ლამაზი. თუ გსურთ რომ თქვენი ოთახი გამოიყურებოდეს უფრო ნათელი და მსუბუქი, აირჩიეთ ღია ტონები, ბეჟი, თეთრი, ღია ნაცრისფერი ან კრემისფერი. თუ გინდათ რომ შექმნათ უფრო თბილი ატმოსფერო, ამ შემთხვევაში გირჩევთ რომ გამოიყენოთ უფრო მიწისფერი ტონები, მაგალითად თიხისფერი, ქლიავისფერი, მუქი მწვანე ან მუქი ნაცრისფერი, მაგრამ თუ გინდათ რომ თქვენს ოთახს უფრო გამოკვეთილი აქცენტი ქონდეს, ყურადღებას იქცევდეს, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ აქცენტური ფერები, მუქი ლურჯი, მუქი მწვანე, აი ჭაობის ფერს რო ვეძახით, ან ბორდოსფერი, რომელიც მე ძალიან მომწონს. ანუ გვაქვს ორი გადაწყვეტა. ერთი, ფარდისფერი უნდა იყოს კედელთან და ავეჯთან ჰარმონიაში, ან უნდა იყოს ავეჯისგან და კედლისგან განსხვავებით კონტრასტული. მათ შორის მყოფი, აი სადღაც შუაში მდგომი ფარდისფერი, ყოველთვის ამოვარდნილი არის ხოლმე ინტერიერი. კომენტარებში დამიწერეთ აუცილებლად თქვენ რომელ ფერს ანიჭებთ უპირატესობას, რომელ ფერებთან გქონიათ გამოცდილება, როგორი იყო ეს გამოცდილება. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, გაზიარება, დროებით.